რამოდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ავტოსახელოსნოში ვიყავი და ძალიან საინტერესო ფაქტს შევესწარი კიდევ ერთხელ რა, რომ 26 წლის ბიჭი მუშაობდა, ძალიან კაი ბიჭი ხელოსანი და ესე იგიო დამეწყო მაღალი წნევები, ხანდახან 180-ზე 200-ზე ამდისო და მოკლედ ექიმები მოვიარეო და დამინიშნესო წნევის მარეგულირებელიო და მთელი ცხოვრება მოგიწევსო დალევაო. 26 წლის ბიჭია ლაბარაკი, ნუ მეორეც იყო იქ 31 წლის იმაზე აღარ მოვყვები. წარმოიდგინეთ იმის მაგერად, რომ ბავშვს აუხსნა, რომ არასწორად იკვებება, არ იღებს მაგნიუმ, კალიუმს, ხო, შესაბამისად ბოსტნეულს არ ჭამს და ამის გამო აქვს ეს პრობლემა, იმის მაგერად, რომ მაგნიუმი და კალიუმი მიეცა და ბავშვის მოეწესრიგებინათ ეს ყველაფერი დასვეს ერთ-ერთ ყველაზე ცუდ მედიკამენტზე, ხო, მარეგულირებელზე, რომელიც შარდდენია კიდე ქვეყანა რაღაცას, მიტოქონდრიებს, ყველაფერს ანადგურებს. დაფიქრდით ადამიანებო რა, ჩვენი კვება შეიცვალა, საკვებში ნუტრიენტები ნაკლებია, მიკროელემენტები, ვიტამინები. ყველაზე კაი ვარიანტია რომ კვების კორექცია მოახდინოთ. წნევის მარეგულირებელზე ცუდი პრეპარატი ერთი სტატინები ვიცი და კიდე რამდენიმე. წარმოიდგინეთ რა ხდება რა. ესე ექიმები რომლებიც ამას აკეთებენ, ან არიციან, ან თაღლითობენ, ან ფარმაცევტულ ფირმებთან ხელშეკრულებები აქვთ, ან კიდე რა ვიცი, რაღა ვთქვა, აღარ ვიცი. დაფიქრდით. არ არსებობს წნევები უმიზეზოდ. უმეტეს შემთხვევაში მიზეზი არის კალიუმ-მაგნიუმის დეფიციტი, ან რამდენიმე კიდე დამატებითი ნუტრიენტის. აი ეს მინდოდა მეთქვა, უბრალოდ 26 წლის ბიჭია ლაპარაკი, არასცხვენიათ ესეთი რამის გაკეთება არ შეიძლება. დაფიქრდით, კვების კორექცია ძალიან სწრაფად და ხშირ შემთხვევაში იძლევა უნიკალურ შედეგებს. მადლობთ ყურადღებისთვის და ნახვამდის.